ის ცოდვა მოყვება ჩვენ სულ. აი ეს არაფორმალურ მართლობაზე ვისაუბროთ, მოყვება, რომელსაც ვერ ვაკეთებთ და თქვენ არ გაქვთ ამაზე მორალური უფლება ისაუბროთ. თქვენ არ გაქვთ ამის უფლება ისაუბროთ. თქვენ დღეს საერთოდ პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება არ გაქვთ. იმიტომ რომ თქვენ იყავით ფაშისტური რეჟიმის წევრი, ხართ და რჩებით დღეს. თქვენ პასუხი არ აგეთ იმაზე, რაც ჩაიდნეთ საქართველოს ისტორიის წინაშე. ლუშკოვის საქმეს რომ ვიხილავთ, ლუშკოვი ის ადამიანი იყო, რომელიც სააკაშვილმა შემოამგზავნა კოდორის ხეობაში, აფხაზეთში. ოკუპირებული იყო აფხაზეთი 2003-მდე, 4-ის და 5 წლის მერე, მაგრამ პირველი იყო სააკაშვილი, როცა ჩავიდა პუტინთან და მადლობა მოუხადა. მაგრამ ეხლა დღევანდელი ჩემი განცხადება კარასინის, რომელმაც დაათმო ურთიერთობები თქვენთვის ეს ტრაგიკული, ეს არის თქვენი ამორალურობა, იმიტომ რომ არასწორი. მადლობთ, ახლა ქალბატონ მაიას მინდა მოუსმინოთ, მაგრამ დამნაშავეები წარსულიცაც უნდა დაიშალოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ქალბატონი მაიას აზრი მინდა მოვისმინო. 2008 წლის ომის რა პროცესთან გვაქვს ახლა დღეს ჩვენ საქმე? ლუშკოვი ესეთი განცხადება გაეკეთებინა როგორც კარასინი. აი გაგებით აფხაზეთის ხელი რო შევიდეთ ქალბატონო დავით, და შეიძლება მადლობა მომეხადა, მაგრამ ის საქმე ნაკეთებს ეს არის დამნაშავე. მადლობთ, ქალბატონ მაიას მოусმინოთ. ქალბატონ მაია, რა პროცესთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე? აი აქ წარსულიც გაიხსენეს, დღევანდელობაზეც ითქვა. რასთან გვაქვს საქმე, რაც კონსტიტუციის გარშემო ხდება? ბატონებო, ერთადერთი თხოვნა მაქვს. მე აი ამაზე სპექტაკლს